გვირა დილა მშვიდობის ჩემებო. ახლა შემოვქანდი სახლში. ნიკა წავიყვანე გორში. გორამდე ტრანსპორტში, სადაც თამაში აქვს. და მერის მატრაკვეცა ვარ, რომ არ გამოვბრანჯულიყავი. ახლა დაგენახებით წეროსავით ვიარე. მთელი დიდუბის ავტოსადგური შევიხედე ზედ. ხუმრობ ხალხო. მაგრამ ეს ბოლო პერიოდია ძალიან ვცდილობ ზედმეტად რომ კარგად გამოვიყურებოდა. ჩემი ბატას კოლონასკი ჩამოგჩაჩვია. ჩემი ბატას ძალიან ლამაზი ფეხსაცმელი და ჩემი უსაყვარლესი მეგობრის პიჯაკი, რომელიც აღარ ეკვრებოდა, მასიმო დუტის არის, მამაკაცის. ხოდა მეოთხარი მაიდა თქო. უბრალოდ არის ნიკუშასა ჩუქა და ნიკუშამ არ ჩაიცვა და ასე მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგად ვიხდე. ეხლა დავიძროთ ეს ყველაფერი. ჩემი პიჯაკი ასე შევინახოთ. უფ, როგორი გასისინებული მაქვს. და შევუდგეთ რა ვიყიდეს ამბებს. და ვერ გავიხადე. ასე. ეს ფიქრით რა კარგია. თქვენ ცოტა ხანი დამელოდეთ. ჩამოქვეითება რა კარგია. პატარა და კომპაქტური რო ხარ კარგია. ყველგან შეხტები შეითამაშებ. გიждდებოდი ქუსლებზე 40 წლის ასაკში სადღაც ჩამოვხტი. მე არ მახსოვს ჩემი თავი ქუსლობის გარეშე და ოთახის ჩუსტიც ქუსლით მქონდა, იმიტომ რომ ტყელტერფიანი ვარ. შიგნიდან კარგად მაქვს გამოჭრილი. ანუ ფეხს რო ვდებ, ესეა, ანუ კარგი თაღი მაქვს, მაგრამ რაფერც დიაგნოზი დამისვეს იმას გიყვებით. მტკიოდა ხოლმე პერიოდულად. ეხლა აღარ მტკივა. დეჟე ბოტას რო ვიცვამდი ხოლმე. ფეხი მიბრუნდებოდა სულ და მოვიტეხე კიდევაც. ნიკუშამ რომ მომატეხა რო გიყვებით ხო. მოდი ეხლა ვნახოთ რა მოვათრია ასეთმა გამოკვანწულმა, გამოტყლარწულმა მაღაზიაში ვარ გამომიარა მე ვინ რას მომიტანდა სახში საჭმელს. ვნახოთ. პაპიროსები რო გამოვაკლოთ 55 ლარი დავხარჯა. შევიძინეთ ყვავილოვანი კომპოსტო, რომლის ფასიც 4.45 კილო და ფოთლები ვიყიდე და თურმე ეს ფოთლები უფრო გემრიელია, მაგრამ მე არ ვიცი ეს ვინ მოიყვანა, სად მოკრიფა და შესაბამისად არ ვენდობი და კარგად მოვწალავ და პირდაპირ მივირთმე მე მარილიან წყალში ორთქლში ვხარშავ, შეწვის მოხარშვის ყველაფრის გარეშე და მიყვარს. ლიმონი ჯინჯერის გარეშე ჩემთვის არ არსებობს დილა ეს ორი ინგრედიენტი არის ჩემი სიყვარული, იმიტომ რომ გემოც მომწონს, არა იმიტომ რომ ვიცი რომ სასარგებლოა. მაგიტომ არ მივირთმევ მხოლოდ ჯინჯერი რომ შემოვიდა თავიდან რომ გავიგეთ საერთოდ კოჭარა იყო. დედაჩემი როცა ავადობდა, მისმა ქიმიოთერაპევტმა უთხრა რომ ციტრუსიო, წითელი რომ არის, რა ქვია, პორტოხალი არ და გრეიპფრუტი, მჭადი სახელი რომ დაგავიწყდება. მამაკაცის პიჯაკმა იცი საერთოდ ესე რომ ჩაიცვალ, მე ეგრევე გულმა ვიწყეხდები, რაიმე მამაკაცისას რომ მოირგებ, მე მაგალითად ვიცი ხოლმე რომ ტანსაცმელს სხვა ადამიანის სუნი ასდის და გადმოდის რაღაცეები და გინდა რომ გადმოიტანო და ჩემი შვილის ტანის ამასე ხშირად მაცვია ხოლმე მამა ჩემს მარტო მხოლოდ ტრუსიკს არ პარავდი ხოლმე, ნასკი, მაიკა, პერანგი, ყველაფერი მქონდა, დიდი ხანი არ ჩავსულვარ და არ შემომივლია გარდერობისთვის, რომ სულ მეცვა ხოლმე მამა ჩემს რაღაც ნივთი. და ეს ჩემი მეგობარი ძალიან მოწესრიგებული, ძალიან კარგი ადამიანია და მის პიჯაკმა გულმა ვიწყობა რატომ გადმომდო. და დათას მაისურს რომ ვიცვამ ხოლმე ან ნიკასას, დედას გეფიცებით შეგრძნებები, თითქოს მგონია რომ იგივე მაქვს. რა თქმა უნდა,
მაიმუნს, რომელიც სათამაშოდ არის წასulis ბიჯაკი, რატო ისე გდია. ჩემს გაწკრიალებულ სახში, რომელიც გუშინ ვეცი და უბორკები გავაკეთე. იმედია მამა ჩემი არ უყურებს ჩემს ვიდეოს და არც არავინ ეტყვის და არ მოუყვება, იმიტომ რომ მამა ძალიან მშრომელი კაცია, ჩემგან განსხვავებით. მე მამას ვქავარ, ჩემზე მეტად, 100 ჯერ მეტად და ყავს ფუტკრები. და სულ მეუბნება ხოლმე რომ ამოიღე იმდენი თაფლი და წაიღე რომ გეყოს და მე ყოველთვის ზარმაცობ ხოლმე და ლიტრიან კილას ვივსებ, რომელიც ვითომ არ მიყვარს, მაგრამ აღმოჩნდება ხოლმე რომ მოვიხმარ ყავასთან ერთად დილით. ახლა და ფასტათმობაში იყო და რა ვიცი მამა ბოდიში ცაცხვისა და ალპური მინდვრის ყვავილების. ამას გადავიტან ეგრევე კილაში, იმიტომ რომ პლასმაში ჩემთვის ცოტა თაფლი მიუღებელია. ხალხო, არ ვიცი თქვენც ასე ჭამთ? არ ვიცი რამდენ კილოს ყიდულობ, სულ ხალხს ყიდულობ, ხახვი ნიორით ვარ აყროლებული, სახში ესაშვები არა ვარ. ასე ხო მოგწონვართ. სუნი ამდის მტრისად. ხახვი. რა თქმა უნდა. ბროწეული. კახეთში იცით რა ეძახიან ბროწოლს. ამის წინ ვიცინოდი კარტოფილი ხო არის და ხალხი ხომბობს ხოლმე კარტოფილი. მაგაზე ხო გიждები ხოლმე და ვიცინოდი რომ ეს ბროწოლია თქო და რა არისო? მკითხე ბროწეული. ითელი წიტაკა რომელსაც მე და ნიკოლოზე ესე კარგად მეგრელებივით მოვეხმართ. ეს სამცარი კარალიოკი ვიყიდე. კარალიოკი იმ დონეზე მეყვარს, სანამ ნაღლის ბუშტი არ მომიბრუნდება, სანამ უკვე ფილტუში არ მჩხვლეტავს ჩემი ნაღლის ბუშტი და ზუსტად ვიცი სად მჩხვლეტავს ხოლმე, იმიტომ რომ ხშირად ვიღიზიანებ ხოლმე კარალიოკის სეზონზე. ავიღე მხოლოდ 3 ცალი, რომ დიდად მეთქი არ მომიბრუნო თქო. ლარი და 23 თითო გამოდის 35 კაპიკი. მე შევხვდა ჩვენი ემზარებაბუ ეზოში ცხოვრობს, მამაზე უფროსია. ხო და თავისი ეზოს კარალიოკი, რომელიც ხიდან ჩამოკრიფა ქუთაისი თუ ზესტაფონია, არ ვიცი. ხო და ამოსაბრუნებლად მოწა. ფასდათმობაში პრემიო ჩორიზო, რომელზეც ისტერიკა დავიმართე რომ ვაიმე, სხვა მეგონა და პრემიოსი არაფერი არ მომწონს და ძალიან გემრიელი ძეხვია. შემადგენლობას დიდად არ დავკვირვებულ ვარ. პრემიო რო გამომიგზავნო, ისეთი რეკლამაში ჩაგეთვლება, რომ იცოდე. მექანიკურად განცალკევებულ ქათმის ხორცი, მაგრამ რა გავაკეთო ხალხო, ჩემი შვილი არაფერს არ ჭამს. აი ესე ურტყა თავში ეს. დიდი ოდენობით კარტოფილი. ლარჯა 19 ღირებულა და ვარდისფერებით შევურია, იმიტომ რომ მიყვარ. იგი ხანია თევზი არ მომიმზადებია და ნიკოლოზი ალაგ-ალაგ ჭამს ხოლმე. ხო და წამოვიღე გაყინული ხეკის სტეიკი, ესეც ფასდათმობაში იყო. ეს ყველაფერი 55 მანეთი დაჯდა. ეხლა დილის საუზმე სანამ ბავშვს გააცილებდი და მე ასე უნდა გამოიწყვარტო და წაყრე. წავიღოთ და მე თქვენ გაჩვენებთ მე რა პირობებში მაცხოვრებენ. პატარა დორას იცნობთ? ეს არის პატარა დორა, ესეც პატარა დორა. ეს პატარა დავითია და პატარა დორა. ნახეთ რა პატარა ვარ. ეს ჩემი ოთახია, სადაც პიჯაკები დავყარე. როცა ვიცვამდი და ხალათიც რა თქმა უნდა ადგილზეა. ესე ჯერ არ გამოვიცვლი, იმიტომ რომ აი კასთან მინდა ჩასვლა. ასეთი გერმანული სახლი იყო, რომელსაც შევუკვეთე. აქ ჩაგისვავთ მაგიდა და სკამი. მოვიდა დაზიანებული რკინა არის გატეხილი. გაჩვენებთ და ვერავაწყეთ გუშინ.
და ყუთებსაც ვინახავ, რომ რა ვიცი, მე შარი არ მომდონ. აი უყურეთ. ფეხი არა აქვს. 200 ლარი მივეცი, 198 ლარი მივეცი მაგიდაში და სკამში და 18 ლარი მოტანაში. ხო და აი აქ ვარ ხალხო შემოსასვლელი. რაიმე ვერ გაჩვენებთ, სასწაული ხდება. ყველაფერი აქ არის. ხო და მოვლაგდები, გვიც გამოვიცვლი. ეკას მივწერი, იმიტომ რომ ლეპტოპი მჭირდება. უნდა ჩავირბინო, თან დიდი ხანი არ მინახია ჩავკოცნი. ხო და გზადაგზა შემოგირბენთ, შუა დღესთვის აკიწყობთ ამ ვიდეოს. მოეთხლიშე, ისეთი კარგია მინდია, არ მინდოდა სახლში შემოსვლა, გარეთ მინდა, მაგრამ ეს უნდა ავიღო და თავში ვირტყა. თან რაღაცებისთვის ვემზადები, მე გაგიმხელთ, როცა მოვა დრო. მაგრამ ეხლა ყველაზე მნიშვნელოვანი გავაკეთოთ. მადლობა უნდა მოგიხატოთ და წავიკითხოთ კომენტარები წინა ვიდეოზე. მე ახლოდან ბრუციანი არ ვარ, შორიდან ვარ ბრუციანი. კაი. რა კარგი ყოფილა ორი ტელეფონი. არ ვიცი ხალხო როგორ შეგიძლიათ ასეთი მოფერება. ვერ ხვდები მე არ ვარ ესეთი სამწუხაროდ. მაკაღონღაძე, მაკუშ მოგესალმები, მიყვარხარ ხო იცი, ჩემი ერთ-ერთი პირველი გამომწერი ხარ და ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი ხარ ჩემთვის. დღეს რაღაც საოცრება ხარ ულამაზესი. მე სულთმაზე გიწე რაღაცას, დღესაც იგივეს მომწონს, ნეტავ ნახირში მეულო და დღეს მე ასე არ ვიყო. რა მაგარია დიდი სიამოვნებით მაგასაც გავაკეთებდი. აუ, ეგ არ ვიცი, ფული არ იჭრება და ისე მიდის წყალივით. არაფერი მოგაქვს ადამიანს სახში, როცა ხელფასზე ხარ ძნელია. წარმატებები ჩემო დორა საუკეთესო ხარ ბედნიერად. მაკა წარმატებებს გისურვებ ყველაფერში აბსოლუტურად. და დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. გიგანი S7S. მიყვარს დორა შენი საუბრის მოსმენა, საინტერესო და საოცარი ადამიანი ხარ. ხალხო, დამაჯერებთ, უღრმესი მადლობა. არ ვიცით თქვენ რა ქვიათ. ზელმაკო. ისეთი ხარ ყველას რომ თავს შეაყვარებ. შენი უშუალობით, სისადავით, საინტერესო და სასიამოვნო თხრობით, ეს ნიჭი ყველას არ გვაქვს. არ ვთვლი მე რომ ნიჭიერი ვარ გოგოებო. თუმცა ზოგისთვის იტყვარჭები. არა და ძალიან საყვარელი ხარ უბრალოდ და თანა ბრალიანი. ცოტა ტელეფონი გაჭედილი მაქვს და შეიძლება სიტყვა ვერ წავიკითხო. რაც შეეხება ტყვარჭვას, ხო ხშირად რასაც მიწერენ სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ესეთი ვარ, არავის არ უბაძავ და რა გავაკეთო 42 წლის ასაკშიც ესე ლუკლუკებ ხოლმე ისუსი ესეთი ვარ და ხო, ანუ სადღაც ჩემში ცხოვრობს ბავშვი იმ დორას მიღმა, რომელიც ამ ცხოვრებას აღმართზე ეჭიდება, არავის არაფერს არ თხოვს, ყველაფერს თავის იგوارებს და მიშვილებსაც უგვარებს, ამის იქით ვარ კიდე პატარა ბავშვი, რომელიც უჭუპუჭუ ჭუჭუა და სამწუხაროდ თქვენ ამას ტყვარჭვას ეძახით, არა და ძალიან ბუნებრივი ვარ. აი, ესეთი ვარ. აქ არიან ჩემი გოგოები, ბავშვობის მეგობრები და ისინი დაწერენ როგორი ვარ. ასეთი ვიყავი, ვარ და ასეთი დავრჩები. 80 წლისაც ასეთი ვიქნები თუ ვიქენ. ხათო ეს ნორმალია თუ არ ვწდები, დორა ლამაზო და საყვარელო. მადლობა. ასმათი ცხადაძე, დორიკო მიყვარხარ, ძროხა დედაჩემ სულ ყავდა, მახსოვს ენერგიულად წველი და ხოლმე ნეტა ყავდეს 2 ეხლა. სიამოვნებით მოვწოლიდე, იმიტომ რომ ნიკოლოზის რძეს და ყველს ვერ აუდივარ. ნინო შეყრილაძე, ბედნიერად დორაო, მადლობა ნინო, შენც ასევე ბედნიერად. ჩემო საყვარელო გოგო. დარეჯან ჯიქია, წარმომიდგენია რა ლამაზი ბავშვი იქნებოდიო. ამბობდნენ.
მოგეჩვენეთ თან ამ ვიდეოში. ვიღაც იწერება. ოლიკო, ჩემი ოლიკო. დღე მშვიდობისაა ჩემო მზე გოგო. ეგ გამოთქმა სამსახურში ჩვენს გვიყვარს, როცა დღის ბოლო ვინმე პამადას დაიმატებს. თუ ვინმე მარით საიდან მოდის და ცოლები, რომლებიც საღამოს ნახევრიდან ქმრებს ელოდებოდნენ, საღამოს მათი დაბრუნების დროს იპრენჭებოდნენ. აუ, ბავშვობაში რომ ჩავდიოდი სოფელში ვეხვეწებოდი ბიძას წამიყვანი თქო მეც ნახევრში და არ მივყავდი, დაიღლებიო. მაგრამ ისე მიყვარდა ცხოველები ხბორო მყავდა, ახლა მინდორში მატანდნენ და ვეფერებოდი და ვკოცნიდი. დღემდე მომყვება სოფლის და ცხოველების სიყვარული. სამწუხაროდ სოფელი აღარ მოგჩვენა, მელამაზო არ ვიცი რომ მიყვარხარ მაგიტო თუ მართლა ყველაფერი გიხდება ყოველთვის. თორემ მეც ერთხელ მივირთმევ დღეში. არუნისგან ვისწავლებ, ვცდილებ ბოსტნეული დავიწყო და მერე რაც იმ დღეს მაქვს მენიუში. ჩემო დახატულო, მადლობა შენ რომ ამდენ საქმის მიუხედავად ჩვენთვისად იტოვებ დროს. ბედნიერ დღეებს გისურვებ, ცხოვრება მართლაც მშვენიერია, მიუხედავად ჩვენი დაღლისა, შრომისა და ყოველდღიურობისა. იმიტომ რომ ცოცხლები ვართ და შეგვიძლია ჩვენ შვილებს უყუროთ. რომ ასე თუ ისე მშვიდობაა ჩვენს ქვეყანაში და რომ დავდივართ დედამიწაზე, სადაც ბევრი ბოროტებაა, მაგრამ ჩვენ არ ვბოროტდებით. მიყვარხარ დორაო. ზომოდ მიყვარხარ შენ და ხომ არ გიცნობ და შენი კომენტარებიც ყოველთვის ასეთი ვრცელია, ყოველთვის რაღაცას მიყვები და ცდილობ რომ სულ კონტაქტში იყო ჩემთან და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი ხარ ერთ-ერთი შენ. ლელაკო 1 2 3 მაგარი გოგო ხარ დორა მეც თქვენი თაობის ვარო. და ლილა ზაღლუკა და დეფისი ლილა როგორი დიდსულოვანი უბრალო სადა და ღირსეული გოგო ხარ არიცი ნამდვილად არ ვიცი და ყოველთვის ვამბობ ხოლმე ალბათ დალიქქვიათ რომ ადამიანი როგორც მიხვდება რომ რაიმეთი მეორე ადამიანზე მეტია იმას თავში უვარდება და როცა ადამიანს რაღაცა თავში უვარდება არ აქვს მნიშვნელობა ის მისი ვიზუალური მხარეა ინტელექტია გონება, განვითარება, სამსახურია, ფული, მატერიალურია, თუ სულიერია, თუ ფიზიკურია, თუ გონებრივია, აუცილებლად ცხვირპირს მოიტეხს. ამიტომ თქვენს მოფერებას ყოველთვის ესე ვიღებ ხოლმე, რა თქმა უნდა, უბედნიერდები, რა თქმა უნდა, ძალიან მიხარია, მაგრამ ვცდილობ რომ არ დავიჯერო. არ ვარ, ძალიან ბევრი მაქვს საკუთარ თავზე სამუშაო, ძალიან ბევრი რამე მაქვს გამოსასწორებელი და ძალიან ბევრი რამე მაქვს მისაღწევი. აი, ანგელოზი რომ თავისუფლად შეიძლება გიწოდოს ადამიანმა ისეთი რა, ეხა მოუკვდები, მიწა გამისკდება და გულიც გამისკდება. ბედნიერი არა, უბედნიერესი უნდა იყო მთელი შენი ცხოვრებაო. არ ვიცი ხალხო როგორ შეგიძლიათ ეს სიტყვები დამიწეროთ. რითი შევძელი მე თქვენი ამხელა სიყვარული, ამხელა პატივისცემა და თქვენ მე მაფრენთ. ყოველთვის თქვენ არიცით, თქვენი სიტყვები ჩემთვის არის ყოველთვის სტიმული იმის, რომ მე უფრო კარგი ვიყო, გარშემო უფრო ბევრი რამე ვაკეთო, ხალხთან უფრო კარგი ვიყო და არ ვიცი, ეს ბედნიერების ზემოთ არის სადღაც. მზიკო 777. ჩემო საყვარელო გოგო, ლამაზუკა ხარ გოგონიო, მადლობა მზიკუნკული. მარი შუბითიძე. დორა მე და შენ ერთი თაობის ბავშვები ვართ. მე საშინელი გაჭირვება მახსოვს. აი ისეთი შემწორი კარტოფილი რომ მენატრებოდა. ამიტომაც ვართ ასეთი ყოჩაღები. როცა ჩემს შვილებს უყვები არჯერად ასეთ სიღარიბეში რომ ცხოვრობდითო. ხო, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ მე ეგ სიღარიბე არ მინახია. მამა ჩემის დამსახურებით და მე ბედნიერი ვარ რომ ღმერთმა მის შვილად გამოჩინა და ის ჩემი მამაა და ვამაყობ რომ მან ამ პერიოდში არ ვიცი შეუძლებელი გააკეთა და იქიდან გამომდინარე რომ მე მამა ჩემი შვილი ვარ ჩემ შვილებთანაც ასმაგი პასუხისმგებლობით მეტად ვდგავარ ხოლმე თეა ჩაჩუა ჩემი ცქრიალა დორაჭკა თეაკო გაკოცე ბევრზე ბევრი ლეილა
გიორგელაშვილი, ეს ჩვენი ლეილიკოა, ყველა გოგოსი, ყველა იუთუბერის თითქმის. ჩემო გულიანი გოგო. მიყვარხარ გულში, ბარაქა მოგცეს უფალმა საყვარელო, მეც კარტოფილის მიყვარს და ხაჭოს ხინკალი, ერბოთიან კარაქით. იფიფ გემრიელობაო, გაიხარეო საყვარელო. მადლობა ლეილიკო, შენ ასეთი მეგობრობისთვის. მზია ბუაძე გვიწერს, რომ ვუყვარ ვართ და ჩვენც რა თქმა უნდა გვიყვართ. ჯუნა ერთ-ერთი საყვარელი, ჩემი ერთ-ერთებისგან. ანუ ვისაც ხშირი კომუნიკაცია მაქვს, ვინც ხშირად მიწერთ, ყოველთვის ძალიან მომახსოვრდებით ხოლმე. ჯუნა, მადლობა რომ ხარ. ნაირა დავითაშვილი გვეუბნება, რომ ვუყვარ ვართ. რა თქმა უნდა, ჩვენც გვიყვართ. ჩემი ირინა მიწერს, რომ ვუყვარ ვარ. უპირობოდ ქალბატონო ირინა. ნონა გვიწერს, რომ ვუყვარ ვართ და ჩვენც უპირობოდ მასაც უგზავნით სიყვარულს. ირმა ბულაძე. დორა ძვირფას რომ მართლაც დღეში ერთხელ ჭამს საჭმელს, როგორ ახერხებ გამაგებინე რაო, დილით რომ არ ვისაუზმო, შუა დღესაც უკვე თავი მისკდება, სამსახურიდან რომ მოვალ ისე მშია, რომ ხანდახან გამოცვლასაც ვერ ვასწრებ. პირდაპირ გას ვეცემე ხოლმე, ან ნების ყოფა გაქვს დიდებული, ან არ ვიცი, მე მჭირს რამე საშინელება. თან სასუსნოებსაც გვეჩვენებ, თან ერთხელ ჭამ, წარმატებებს გისურვებ, შენგან ბევრ რამეს სწავლობ, ეგ საიდუმლო გამიმხილევ. აქ მე პასუხი გაცემული მაქვს და წაგიკითხავთ რა დავუწერე. ირმა კვარა, საიდუმლო ყველაფერს ვჭამ ცოტას, თავიდან მეც მიჭერდა შიმშილი და ნელა გავზარდა პერიოდი საჭმელს და საჭმელს შორის. არ ვფიქრობ არასდროს რომ შეეგ მეხმარება ან რაიმე შევჭამდი, ან ჩემი გრაფიკიდან გამომდინარე, სანამ სახლში მოვწესრიგდები და რამეს მოვიმზადებ, არის საღამოს 8 ან 7 საათი. ჭამ წვნიანს ძირითადად რასაც ცივ და იქამდე თავზე ბევრი ბოსტნეული, ცოტა ხილს ვაყოლებ და მერე რაიმე ტკბილეულს ან თხილეულს. დღის განმავლობაში ვსვავ ბევრ წყალს და ყავას. სულ ეგაა, თქო მიმიწერია და ნამდვილად ასეა. და ვერაფერს ვერ დავითვლი. ვერაფერს ვერ იმდენს ვითვლი, რომ საკმარისია, ამიტომ ასე მირჩევნია მე. მაყვალა ფარულავათან გვეუბნებიან ექიმები, გვიგზავნის ყვავილებს, სიყვარულს და ყველაფერს საუკეთესოს და ჩვენც. თან ექიმები ამბობენ, რომ ძალიან კარგია დღეში ერთხელ მირთმევა. ნინო ნოზაძე 42-60 მიყვარხარ, მეც მიყვარხარ, რა თქმა უნდა, ნინიკო. ნონა თოდა ესე უწერია, სიყვარულები და გულიკები. Rainbows 83-23 არ მაკმაყოფილებს შენი ეს გულები, შენ კომენტარს ველოდები ხოლმე ხშირად და ცოტა. ნინიაც გულები გვაქვს. მიყვარხართ ხალხო, ყველა მეც, როგორ შეიძლება რომ ადამიანს სიყვარული და 100-ჯერ მეტად სიყვარული გპასუხობ. დარინა ქათამაძე გულებს გვიგზავნის და ნანა გოგობერიძე. სულ ეს იყო წინა ვიდეოზე. ჩემი გოგოების გემრიელი გამოხმაურება, თუ რაიმე არ წამიკითხავს და ვინმემ დაწერეთ, ჩათვალეთ რომ მე არ მიჩანს. ჩათვალეთ არა, ასეა. ახლა დაგემშვიდობებით, ბედნიერ კვირა დღეს გისურვებთ. მე შევყობ აქ თავს, ჯერ გამოვიცვლი ამ ჩემს საგარეო ტანისამოს და შევაგდებ და გავავლებ. ძალიან ბევრი მაქვს საქმე და თან დასვენებაც უნდა მოვასწრო, იმიტომ რომ ხვალ სამსახური მელოდება. ბედნიერი კვირა დღე თქვენ.